თბილისი თბილისში გმირთა მოედანი და ლაგუნა ბერეს მიმართულება, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირები, აღმაშენებლისა და მარშალ გელოვნის გამზირები, ქეთევან წამებულის გამზირი, ავტომობილების კილომეტრიანი კოლონა ხშირად მტკვრის ორივე მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზეც. ბოლო თვეებში თითქმის ყოველ დღე ცოცხალი და გაუვალი რიგებია მეტროშიც. პრობლემაზე, რომელიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აწუხებს. გამოშვების მსვლელობისას სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა, მე ნინო სამყურაშვილი ვარ და მთავარი არხის ჟურნალისტებთან ერთად შაბათის მთავარს წარმოგიდგენთ. პოლიციის პოლკოვნიკის სკანდალური აღიარება. ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიციელთან, რომელიც სისტემას ამხელს. ქალების მიმართვა სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად. მიხეილ სააკაშვილის სწრაფად პროგრესირებადი დემენცია მოწამვლით არის გამოწვეული. დახარჯული მილიონები, თუმცა უშუქოდ დარჩენილი არხოტის ხეობა. პასუხი რუსეთის ეკლესიას. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შობას პირველად აღნიშნავს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს. ამ და სხვა მთავარ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. გამოშვებას კი პოლიციელი სკანდალური აღიარებით ვიწყებთ. თუ დაწინაურება გინდა, პრემიერის ცოლის ნათესავებთან უნდა დაალოგო. ეს გომელაურის უწყებაში ყველა პოლიციელმა იცის. გვიყვება ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი. პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ კენჭიაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მთავარ არხს მისცა. მოყვა დეტალები ძალოვან უწყებაში პრემიერის ნათესავების არაფორმალურ მმართველობასა და ნეპოტიზმზე. წლების განმავლობაში სისტემაში მომუშავე პროფესიონალისგან უფრო მძიმე მოსასმენია, როგორ გადაექცია მმართველმა პარტიამ კანონის დამცველი პოლიციერი, არალეგალური და უკანონო დავალებების შემსრულებლად. ასე მაგალითად 2020 წელს თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილს ქართული ოცნების საკრებულოს წევრებმა სცემეს. არსებობს ვიდეო კადრები ხაბეიშვილის დაზიანებების სახეზე, თუმცა მაშინ დამნაშავე ლევან ხაბეიშვილი აქეთ გამოიყვანეს და 126 მუხლით, რაც ცემას და სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, ბრალიც წარუდგინეს. დღეს სისტემის მამხილებელი ყოფილი პოლიციელი ყვება, რომ ოპოზიციონერის დამნაშავედ წარმოჩენა ზემდგომებისგან საგანგებო დავალება იყო. შეასრულეს კიდეც. უფრო მეტი იცის გუგა მაისურაძემ და პირდაპირ ეთერში გვერდდება. გუგა, რა მოგიყვა შენ პოლიციის პოლკოვნიკმა და რა იყო ის არალეგალური, უკანონო დავალებები, რომელსაც იღებდნენ თავიანთი ზემდგომებისგან? ზურაბ კენჭიაშვილმა ჩვენთან საუბარში ძალიან ბევრი დამალული დეტალი გათქვა, მაგალითად როგორ ხდება და რა ხდება ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად რომ ავიღოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა არის კლანური მმართველობის ქვეშ. ანუ ირაკლი ღარიბაშვილმა როდესაც ჩაიბარა, პროცესი ისე განვითარდა, რომ შემდგომ ეს ყველაფერი მათ ხელში მოექცა და ახლა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს ალექსანდრე თამაზიშვილი, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და ამასთან დაკავშირებით თავად რესპონდენტი ისაუბრებს ჩვენს მომზადებულ სიუჟეტში და ასევე მან ისაუბრა იმ უკანონობაზე, იმ პოლიტიკურ დავალებებზე, რომელსაც დღეს სამწუხაროდ პოლიციელებს უწევთ, რომ შეასრულოს. საუბარია მაგათად მასშტაბური აქციების დროს, როგორ მოდიოდა ხელმძღვანელობის მხრიდან დავალება, რომ მაგათად აი შეშის შეტანის ამბები რომ იყო პარლამენტთან, ასევე რომ იყო კი, ასევე კარვის დადგმაზე პირდაპირ ეუბნებოდნენ ხელმძღვანელები, ის პირები, რომლებიც უშუალოდ პასუხს აგებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ გაეტაცათ კარავი, არ მიეცათ შესაძლებლობა აქტივისტებისთვის, რომ შეშა შეეტანათ და გამთბარი იყვნენ. და ასევე ლევან ხაბეიშვილის ფაქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, როგორც ჩვენი რესპონდენტი ზურაბ კენჭიაშვილი, პოლიციის პოლკოვნიკი ამბობს, თავად ხელმძღვანელებმა დაურეკეს, როდესაც ის საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა და უთხრეს, რომ საქმე უნდა წასულიყო ისე, რომ ლევან ხაბეიშვილი ყოფილიყო ამ საქმეში დამნაშავე. ეს ასეც მოხდა, დანარჩენი კი, რასაც ზურაბ კენჭიაშვილი ყვება, ამ ყველაფერს რამდენიმე წუთში მოვისმენთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ მთავარი შაბათს ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება მოვიხსმინეთ 2022 წელს. მათ შორის იყო გამყალბებლის აღიარებითი ჩვენება სახის დაფარვისა და ხმისჩესრულის გარეშე, იყო ასევე მოქმედი სამხედრო ჩვენება და დღეს უკვე ვისმენთ პოლიციის ჩვენებას, როგორც ჩანს, სისტემა ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სავარაუდოდ კიდევ უფრო დამძიმდება, ვინაიდან მამხილებელი კიდევ უფრო მეტია. ძველი თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. ზურაბ კენჭიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო მთავარ არხთან გათქვა. სტაჟიანი პოლიციელი სისტემაში ყველა მმართველობის დროს იყო, თუმცა ის რაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდება, გაუსაძრესია. პოლიციის პოლკოვნიკი ამტკიცებს, რომ ძალოვან უწყებას ღარიბაშვილი და მისი ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი მართავენ. მინისტრი, როგორია მინისტრი, არ არის ეგ მინისტრი. მინისტრი არის თოჯინა თუ თამაზაშვილის ალექსო თამაზაშვილის რეზოლუცია არ ადევს საბუთს შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობაზე არც
იოცნებოდა, არც იფიქრო. კლანურმა მმართველობამ და ალექსანდრე თამაზაშვილის გავლენებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სამსახურში შეაღწია. ეს იმდენად შესამჩნევია, რომ პოლიციელები, ვისაც არ უნდათ რომ კლანს ემსახურონ, სისტემას ტოვებენ. მე 8 თვეა წამოვედი, გავაანალიზე, რაც ხდება, რაც ხდებოდა და დღეს რაც ხდება. და ამან გადამაწყვეტინა მე, რომ ხმა ამოვიღო, არ გავჩუმდე, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას ჩემი მეგობრების, გარდაცვლილი მეგობრების ძვლებზე. სტაჟიანმა პოლიციელმა ჯერ კიდევ წლების წინ გაანალიზა რა ხდებოდა სამინისტროში, თუმცა სისტემის ნაწილად მაინც დარჩა. 2014 წელს გამოცდილმა კადრმა დაწინაურება ითხოვა. ნაცვლად შესაბამის სამსახურში დაბარებისა, კენჭიაშვილი თბილისი მერიოდში კონსპირაციულ შეხვედრაზე ალექსანდრე თამაზაშვილთან წარადგინეს. თამაზაშვილმა კადრი დაიწუნა. ღამე საღამოს ვიყავი სამსახურში, ვასრულებდი სამსახურეულ მოვალეობას და ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ერთ ადგილას მივიდეთო. ნუ მერიო თბილისი მერიოთანო და მივედი, შემახვედრეს, რომ აი ეს არის დაწინაურებას რო ითხოვს. დავაწინაუროთ, როგორც კი ჩაიკეტა თამაზაშვილისგან, რომ ამას მე ვერ დავაწინაურებ, გვერდში ვერ დავიყენებ. იმის მერე, ნუ ფაქტიურად ვიყავი ერთ თანამდებობაზე. ყოფილი პოლიციელის ეს სკანდალური აღიარება ახლა გამოძიების საგანი უნდა იყოს. ის ამტკიცებს, რომ თამაზაშვილს შეხვდა, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სწორედ მან გადაწყვიტა პოლიციის პოლკოვნიკის მომავალი. რესპონდენტის მტკიცებით, ასე წყდება ყველაფერი გომელაურის სამინისტროში, სადაც მოქმედი მაღალჩინოსნები ლექსო თამაზაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები არიან. თუ თამაზაშვილი დაგიწუნებს, თანამდებობას ვერ მიიღებ. სამაგიეროდ მისი რჩეული კადრები გავლენებით სარგებლობენ. იმუნიტეტი მათ მინისტრ ვახტანგ გომელაურისგანაც იცავს. ლექსო თამაზაშვილი მოაჯდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოცვა არის თავისი შინაურები. საახლობლო ნათლულები, თუ ლექსოს მონათლული არ ხარ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ იმუშავებ. თანამდებობაზე და ისე ქუჩაში რიგითაც პრობლემა არ არის. მინისტრი ხმას ვერ გაცემს დირექტორს, იმიტომ რომ იცის იმა, რომ დირექტორს ხმას გაცემს, ის ლექსო თამაზაშვილისგან დაიჯება. ზურაბ კენჭიაშვილი რამდენიმე წელი ძველი თბილისის საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ ის იყო ჯგუფის უფროსი, როდესაც საკრებულოში ოპოზიციის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილის ცემეს. მისი თქმით მას დაურეკეს და დაავალეს. გამოძიება ისე წარემართა, რომ ხაბეიშვილი დამნაშავედ ეცნოთ. ასეც მოხდა. ნაცემი ხაბეიშვილი დღეს დამნაშავეა. ბატონ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ყველა მთელმა საქართველოს მიხილა. კაცი რა დღეში ჩააგდეს. იყო სამინისტროდან ესეთი მითითება, რომ ბატონი ლევანის დამნაშავეაო და მე დანაყოფის ხელმძღვანელი ვიყავი და გავიკვირვე კიდევაც. კაცი ცემეს და როგორ დამნაშავეა, რას ქვია დამნაშავეა და მანდედანაც მოხდა ფაქტიურად ჩემი ესე იგი ჩემ წინააღმდეგ გამუშავდა ის მანქანა, თამაზაშვილის მანქანა, რომელმაც მიმიყვანა იმ სიტუაციამდე, რომ დამეტოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხელმძღვანელები იყვნენ ქალაქიდანაც, იყო მთელი ამბავი ატეხილი, როგორ დაელაგებინათ, რომ ხაბეიშვილი ყოფილიყო დამნაშავე და ფაქტიურად დალაგდა კიდევაც ისე, რომ ბატონი ლევანი წლებს ჩვეულებრივ მათთან ერთად დამნაშავეთ. თავად ოპოზიციონერს არ უყვის, რომ საქმე სადაც წესით დაზარალებული უნდა იყოს, ახლა დამნაშავეა. თუმცა ყოფილი პოლიციელის ეს აღიარება მისთვის იმის დასტურია, რასაც წლებია ამტკიცებს. საზოგადოებამ კარგად ნახა თავდასხმის ფაქტი, შესაბამისად სამივე ბრალდებული, რომელიც მონაწილეობდა თავდასხმაში, არის თავისუფალი ყოველგვარი სახთელისგან, თუმცა პროკურატურა დღემდე აგრძელებს ჩემს საქმეს. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ მე გამომიყვანეს დამნაშავე. ეს არის რუსული ოცნების მართვის სტილი. სტაჟიან პოლიციელს ვკითხეთ, როგორ მუშაობს სისტემა მასშტაბური აქციების დროს. მისი თქმით, პოლიცია და სუსი ერთმანეთთან ჭიდრო კავშირშია. აქციაზე მომსვლელი ადამიანების ვინაობა კი წინასწარ იციან. იციან, ვინ უნდა დააკავონ და ვინ უნდა გაანეიტრალონ. ამას მათ უშუალოდ ხელმძღვანელები ატყობინებენ. ნუ წინასწარ იცი აქციაზე ვინ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ რა გასაკვირი რა არის. ყველას უსმენა, ყველაფერი ისმინება, 90% ვინ უნდა მოვიდეს აქციაზე, ეს ცნობილი ხდება წინასწარ. გეუნება უშუალოდ ხელმძღვანელი. მოდიოდა მითითება, რომ კარავი არ უნდა დადგას და გატაცე. შეშა უნდა შემოიტანონო და შეშა რო უნდა ხო უნდა წაართვა, რა ფაქტიურად დანაშაულს გადენინებს ხელმძღვანელი. საჯარო აღიარებამდე ზურაბ კენჭიაშვილი კლანურ მმართველობაზე დაუფარავად საუბრობდა. რეპრესიული სისტემა კი მის წინააღმდეგ მაშინვე ამოქმედა. ჯერ მოხუც მშობლებს მუქარა გაუგზავნეს. ასაკია მშობლებთან მივიდა მოქალაქე, რომელმაც უთხრა, რომ თუ არ გაჩუმდება თქვენი შვილიო, სოსო გოგაშვილის დღეები გელითო.
მუქარამ არ გაჭრა. პირიქით, გადამდგარი პოლიციის პოლკოვნიკი უფრო გააქტიურდა და სისტემის მხილება სოციალურ ქსელში გადაწყვიტა. შედეგმაც არ დააყონა. ენჯიაშვილს სამი პირი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. სამი ადამიანი დამესხა თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, რაშიც დაჭირდათ ქირურგიული და ტრამატოლოგიური ჩარევა, ჰქონდა ყბა გატეხილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კლანურ მმართველობასა და მინისტრს ყოფილი პოლიციელი უმოქმედობაშია დანაშაულებს. მისი თქმით, ახლა მოძრაობადი სისტემის მთავარი ამოცანა ხალხთან სახის შენარჩუნება. ამიტომ დანაშაულის პრევენციისთვის სპეციალურ ჯგუფებს პატრულირება აკრძალული აქვთ. სწორედ ეს პოლიტიკაა გაზრდილი კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი. პრევენციის გატარებას მოყვება შემდგომ ესე იგი პოლიციას ქუჩაში რო უშვებ შეიძლება მოყვეს რაღაც ინციდენტები, რასაც თავს არიდებს ჩვენი მინისტრი. უნდა რომ თავისი მუშაობის პერიოდში თითქოს და სუფთად წავიდეს. ფაქტიურად პრევენცია არ ტარდება ქვეყანაში, იმიტომ რომ მკვლელობა და ამდენი მკვლელობა ხდება და ამდენი დანაშაული ხდება. ასეთია რეალობა სახელმწიფოში, რომელსაც არაფორმალური მმართველი ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალოვანი უწყება ცოლის ძმას ჩააბარა. პოლიციელებს კი, რომლებიც ესეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა გემსახურებოდნენ, მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლების სიმშვიდის დაცვა უწევთ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანებული ქალები აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება. მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად. 562 ქალის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინოს. მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკლა არ უნდა დავუშვათ და პოლიტიკური შურისძიება უნდა დასრულდეს. ფიქრობენ განცხადებაზე ხელმომწერები და მიიჩნევენ, რომ ახლა კონსტიტუციით ბერკეთის სწორედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ქალები ფიქრობენ იმასაც, რომ მოქმედებაა საჭირო, მოქმედება ქვეყნის მომავლისთვის, იმისთვის, რომ თანამედროვე საქართველოში მეორედ და დიდი ხნით არ დავკარგოთ ძალა ერთმანეთის გაგონების, ერთმანეთში ადამიანის პოვნისა და დაფასების. წერია 562 ქალის განცხადებაში. თათია წოწონავამ ჩაწერა დღეს მიმართვაზე ხელმომწერი ქალები და სტუდიაში გვერდდება პირდაპირ ეთერში. სალომე ზურაბიშვილი აი ამ ვითარებაში ჯერ კიდევ დუმს და ხმას არიღებს მიუხედავად არაერთი მიმართვისა. რა მოლოდინი აქვთ თვითონ ხელმომწერებს, რას ამბობენ ისინი, მოხდება თუ არა შეწყალება და იქნება თუ არა ეს პოლიტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან გადადგმული. ნამდვილად როგორც შენ ახსენე, სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ამ გზავნილს, თუმცა ყველა ხელმომწერი, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ საგანგებო მიმართვაზე, იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გაითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, რომელიც არსებობს და აუცილებლად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც ახლა მისი გასაკეთებელია. ფაქტობრივად 563 ქალის ერთობლივი გზავნილი დღეს დილას გავრცელდა და მათი მთავარი, ასე ვთქვათ, მესიჯი და გზავნილი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ არის ერთადერთი, რომ ახლა უნდა გადარჩეს ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა, ეროვნული თანხმობა და არ უნდა მოხდეს ისეთი რამ ქვეყანაში, რაც საბოლოოდ მოქალაქეებს ერთმანეთის თვალებში შეხედვას გაურთულებს. შესაბამისად სალომე ზურაბიშვილზეა ახლა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე, როგორც ხელმომწერი ქალები წერენ და საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს ის კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, რომ ის ელოდებოდა 22 დეკემბრის პროცესს, ეს დღეც დადგა და ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უხარისხო კადრშიც კი კარგად ჩანდა, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შესაბამისად ახლა ყველა არის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოზიციის მოლოდინში და ამ წერილშიც ქალები 563 ქალი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ ქალს მიმართავს და თხოვს, რომ ქვეყანაში გადაარჩინოს ეროვნული თანხმობა და პოლიტიკური პატიმრები. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას მგონია ჩვენი ქვეყნის მომავალი და თავი რო დავანებოთ მესამე პრეზიდენტს, რომელიც, რა ვიცი, ჩემი აზრით არ იმსახურებს ამ დამოკიდებულებას, საერთოდ ჩემი აზრით მისი დაპატიმრება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. დღევანდელი პრეზიდენტი მგონია, რომ აღიქვავს ამ რეალობას, ზუსტად იცის რა რის წინაშეც დგას საქართველო და მგონია, რომ ეხლა არის მისი შანსი, რომ ის დარჩეს ამ ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ ამას ქვეყანა არ აპატიებს. ეს არ არის მხოლოდ განყენებული ადამიანი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის სახე. ჩვენი ქვეყანა არის ამ დღეში, რა დღეშიც არის ეგ და
პირადად მის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული და არ ვიცი, აი უსურვებ რომ რაღაცნაირად არ ვიცი რა, არ ისე როგორც მას შეეფერება, ისე იყოს. ჩვენ მიმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რადგან მას აქვს ძალაუფლება და პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს ის ფუნქცია, რომ შეიწყალოს პატიმარი, რომელიც სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზეა და თავარი, რომ ეს არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს, არ უნდა გავდეს საგამოფენო სივრცეს მხოლოდ. ჩვენ ევროპული სახელმწიფოს წევრი ვერ გავხდებით ვერასოდეს. თუ მოვიქცევით ესე, სადაც ადამიანის უფლება, პატიმრის უფლება, პაციენტის უფლება არის ძალიან დარღვეული. ეს არის ძალიან თვალსაჩინო. თუ ამას ვინმე ვერ ხედავს და მხოლოდ თავის ტკივილს, ბოღმას, მიუღებლობას გადააყოლებს სახელმწიფოებრიობის პროცესს, ჩვენ ძალიან მძიმე შედეგები დაგვიდგება. ქალბატონ სალომეს მინდა ახლაც მიმართო და ვთხოვო. არასდროს თქვა სიტყვა არა და არასდროს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ ხდება ასე, რომ არა და არასდროს არ აკეთებს რაღაცას ადამიანი. ადამიანი ზუსტად იმიტომ არის ადამიანი, რომ ის აკეთებს. ზუსტად იმას, ისი გაკეთება შეიძლება არ უნდოდეს, მაგრამ ამას ითხოვდეს საზოგადოება, ამას ითხოვდეს ელემენტარული კანონი და სამართალი. ზუსტად 30 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, როცა სამეგრელოს ტყეებში შევარდნაძის ხელისუფლება დევნი და ზვიად გამსახურდიას, მე ვიყავ პირველ კურსზე. და მაშინ გროვდებოდა ხელმოწერები ზვიად გამსახურდიას დევნის შესაჩერებლად მიმართავდნენ საქართველოს პრეზიდენტს. და მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი ამ ხელმომწერთა შორის. მაშინ ვიცოდი, რომ ერთ ადამიანს ვიცავდი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამდენი მძიმე წელი გველოდა წინ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 30 წლის შემდეგ მე ისევ დავიწყებდი ხელმომწერთა ასიაში ადამიანების, ნაცნობი ადამიანების ამოკითხვას. მე ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას არ ვითხოვ და ამიტომ არ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს. მე შემდეგ 30 წელსაც ვუყურებ რა იქნება და მიმაჩნია, რომ თითოეული ხელმოწერა არის თავისუფლების ხმა. როგორც მწერალი თუ როგორც ქალი თუ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ერთი აზრი მაქვს ამასთან მიმართებაში, ის რომ პრეზიდენტი გადარჩეს, თავად სალომე ზურაბიშვილის გადარჩენაზეც არის საუბარი, ხო, რეპუტაციულ გადარჩენაზე, სახელის გადარჩენაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია განსაკუთრებით ბოლო 30 წელი რო გამოვყოთ, არის რეალურად ყოველთვის ამ ტიპის გამოწვევები. ჩვენი რესპონდენტებიც ამბობენ იმას, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილმა არა მარტო ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე იფიქროს, არამედ საკუთარ რეპუტაციაზეც, ვინაიდან თუ ის შედეგი დადგა, ის მძიმე შედეგი, რომელზეც ახლა ყველა საუბრობს და შესაძლოა ნამდვილად, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს, ამაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ბუნებრივია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ვინაიდან მას აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ნახოთ რა სიტყვის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტის ძუძუმს სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით არაფერი მას არ უთქვამს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა. თათია წოწონავა იყო ჩვენთან ერთად. სწრაფად პროგრესირებადი დემენცია, რაც გამოწვეულია მოწამვლით. საუბარია მძიმე მეტალებზე, ვერცხლის წყალზე და დარიშხანზე. ეს არის ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩვენება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე. დემენცია შემეცნებითი ფუნქციების, მათ შორის მეხსიერების, აზროვნების, განსჯისა და სწავლის უნარის ნელი პროგრესული დაქვეითება. თუმცა ექიმი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს შეძენილი დემენცია, რაც მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, მესამე პრეზიდენტს ეს დიაგნოზი აქვს იმის გამო, რომ მოწამლეს. ამიტომ ექიმი ერიკ გოლდსმიტი ხაზგასმით ამბობს, რომ გამორიცხულია ის სიმულიანტობდეს. დიახ, ჩემი სამედიცინო რწმუნების მაღალი ხარისხით მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება გართულდეს. უბრალოდ ის შეიძლება მოკვდეს, თქვა სასამართლოს წინაშე ამერიკელმა ექიმმა. ამ ფონზე ოცნება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებით და პროპაგანდით არის დაკავებული, რომ თითქოს მესამე პრეზიდენტი სიმულიანტობს და ავადმყოფობას იგონებს. არა და ყოველ დღე ვიმამედის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს ყოველ დღე მისი იქ ყოფნა. ზურაბ პეტროსიანი მუშაობდა პირდაპირ ეთერში და ახლა მასთან განვაგრძობთ პირდაპირ ეთერში საუბარს. ზურა, რას ნიშნავს ეს პროგრესირებადი შეძენილი დემენცია და არსებობს იმის შანსი თუ არ არსებობს, რომ
ამ შემთხვევაში პაციენტი განიკურნოს თუ მას ექნება შესაბამისი პირობა. ეს აღმოჩნდება ნინო დიაგნოზი არის საკმაოდ რთული და საფრთხეც ერთდროულად, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ გამოსავალზე, მაშინ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რეალურად რამდენად დროში, რამდენად შესაძლებელი არის მდგომარეობის გამოსწორება. ამიტომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ეს დიაგნოზი, გასაგებია რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძალიან მარტივად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, არის ის რომ პრობლემა არის, როგორც ვიცი, არის ტექნიკური ხარვეზი და ვიდრე ჩვენ გავასწორებთ აი ამ ტექნიკურ ხარვეზს, მინდა გითხრათ ის, რომ ზურამ ძალიან ბევრი იმუშავა ამ სიუჟეტზე, მან ჩაწერა ექიმები, პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობენ, მათ აქვთ კონკრეტული გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებით და ძალიან კარგად იციან ის თუ რას ნიშნავს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არის პროგრესირებადი შეძენილი დემენცია და ახლა ისევ ზურასთან განვაგრძობთ საუბარს თუ აი რას შეიძლება ნიშნავდეს და არის თუ არა ის განკურნებადი რომ გითხრა. ვსაუბრობთ ნინო იმის შესახებ, რომ ეს არის საკმაოდ საშიში და რთული დიაგნოზი ერთდროულად, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ რამდენად შესაძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ეს ყველაფერი არის მეტწილად დროზე დამოკიდებული, მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ძალიან მარტივად რომ ახსნათ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყოველდღიურად პროგრესულად ხდება ნერვული უჯრედების დაზიანება და მათი ყუდომა და შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ნერვულ სისტემაზე, ბუნებრივია გულისხმობთ იმას, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მათ შორის ანუ მოტორიკა, მოძრაობიდან დაწყებული და გონებრივი ქმედებებით დამთავრებული, ყველაფერი ნერვულ სისტემაზე არის დამოკიდებული, ამიტომ მაყურებლისთვის გასაგები იქნება თუ რამდენად რთულ დიაგნოზებს საუბრობთ, როდესაც მიმდინარეობს პროგრესული ყოველდღიური ნერვული უჯრედების ყუდომა თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში. დღეს ჩვენ ერთგვარ ექსპერიმენტს მივმართეთ სიუჟეტში, როდესაც გავშიფრეთ ის მასალა, რომელიც ჰქონდა სასამართლო პროცესზე, როდესაც რამდენიმე წუთით მიხეილ სააკაშვილს მიეცა საშუალება, რომ გამოსულიყო და 8 თვიანი პაუზის შემდეგ ჩვენ პირველად ვნახეთ, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ ექსპერიმენტის ერთგვარი ექსპერიმენტის ფარგლებში. ჩვენ ორ ხერხს მივმართეთ, ერთის მხრივ ეს ვიზუალური მასალა ვაჩვენეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იციან და იცნობენ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიას და მათ შორის თვითონ მონაწილეობდნენ დიაგნოსტიკაში და მეორეს მხრივ ვაჩვენეთ იმ ექიმებს, რომლებიც სპეციალობით არიან ნევროლოგები, მაგრამ არ იცნობენ კონკრეტულად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ კუთხით, რა კუთხით იცნობენ სხვა მკურნალი ექიმები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს, რომ დაბუნებრივია ჩვენს ვიცით და არ გვაქვს მცდელობა იმისა, რომ ვიზუალური მასალით შესაძლებელია რაიმე ტიპის დიაგნოსტიკა პაციენტის, მაინც საინტერესოა, რომ ვიზუალურადაც ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ახლა მიხეილ სააკაშვილი, იმდენად რთული არის, რომ უკვე შესაძლებელია გარკვეულ დიაგნოზებზე საუბარი. სანამ ჩვენ სიუჟეტს ვნახავთ, შეგვიძლია ვნახოთ ერთი გრაფიკა, რაც ჩვენ ამოვკრიბეთ, თუ არის შესაძლებელი რომ ვნახოთ. ანუ ეს არის რამდენიმე მცდელობა დიაგნოსტიკისა თუ რა მოიკითხეს ჩვენმა ექიმებმა აი ამ ვიზუალურ მასალაში, როგორც აი 4 ფოტოა და 4-ვე რომ ავხსნათ, რომ რა დეტალურ აღწერას ამის შესახებ მაყურებელი უკვე სიუჟეტში მოისმენს, თუმცა რისი თქმა მინდა, რაც არის რაც უნდა იცოდეს მაყურებელმა. როდესაც ვსაუბრობ ნერვულ სისტემაზე, ყველა ნერვული სისტემის გამოვლინებები არის ამ ვიზუალურ მასალაზე ასახული, როდესაც ბუნებრივია, რომ აქ არის საუბარი იმ სიმპტომატიკაზე, რომელიც ირიბად ექიმებისთვის მიანიშნებს, რომ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის შეცვლილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ვსაუბრობ ნერვულ სისტემაზე, ეს არის მდგომარეობა, როდესაც აქვს გარკვეული გამოვლენა, როგორც მოტორიკის თვალსაზრისით, ანუ ეს არის ხელის მოძრაობა, ნებისმიერი კუნთების მოძრაობა და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ ეს არის ბუნებრივია გონებრივი გამოვლენა. აი ეს ნიშნებიც კი, რომელიც მაყურებელმა ახლა ჩვენს ფოტოსლაიდზე ნახა, მიუთითებს ექიმებისთვის პირდაპირ და ცალსახად, რომ მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. როგორ შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და რა არის გამოსავალი? საბოლოოდ ექიმები ამბობენ, რომ გამოსავალის ფანჯარა ყოველდღიურად სულ უფრო ვიწროვდება და ახლა ფაქტობრივად საუბარი არის მხოლოდ ორ რამეზე. ერთის მხრივ შესაძლებელია თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ შესაბამის კლინიკაში, რომ ის გადარჩეს, ან მეორეს მხრივ შესაძლოა დადგეს ლეტალური გამოსავალი. 22 დეკემბრის სასამართლოს ხდომაზე 8 თვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებამ პირველად იხილა. კადრი, რომელიც სასამართლო დარბაზის მონიტორზე გამოჩნდა, ბევრისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. დაუძლურებული და უკიდურესად დასუსტებული პრეზიდენტი, რომელიც საავადმყოფო საწოლსაა მიჯაჭვული და ბალიშს ეყრდნობა. ვიზუალურად გამოჩენილ მძიმე მდგომარეობას ემატებოდა მეტყველება, შენელებული, დანაწევრებული და ზოგიერთ პასაჟში გაუგებარი. ვერ ვიცან, ერთად გითხრათ რა. მე ბოლო ჯერ ვნახე შაშან ზუსტად ერთი წელი გამოდის. იმის მე ერთი წელი არ მყავდა ნანახი. და ნუ საშინელი კადრები იყო, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
დაპატიმრებული პრეზიდენტი სასამართლოს ხდომის დარბაზში რამდენიმე წუთით გამოჩნდა, თუმცა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდე, მდგომარეობა კრიტიკულია და დროშის სულ უფრო მძიმდება. ვიზუალური მასალის ანალიზი მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვეთ, ექსპერტს, რომელიც სრულყოფილად იცნობს სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიას და თავად მონაწილეობდა პაციენტის დიაგნოსტიკაში. ექიმისთვის ვიზუალური ინსპექციითაც გასაგებია, რომ დაავადება პროგრესირებს. ეს ვიდეოს ფრაგმენტი, მცირე ფრაგმენტიც აჩვენებს დამძიმებულია და განაგრძობს დამძიმებას. არსებობს რაღაცა ფაქტორი, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. აი ეს ფაქტორი თუ არ მოიხსნა, რაც შეიძლება სწრაფად, შესაძლებელია ძალიან გვიან იყოს შემდეგ. უცნობი ფაქტორი, რომელზეც ექიმი ჯიშკარიანი საუბრობს, სავარაუდოდ კომპლექსური ქიმიური ნაერთია, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი იწამლება. ვარაუდი ინტოქსიკაციაზე ექსპერტებმა ბევრი თვის წინ გამოთქვეს. მაშინ ეს უჩვეულო სიმპტომატიკიდან და ნევროლოგიური სტატუსის ყოველდღიური დამძიმებიდან გამომდინარეობდა. დღეს როცა ექიმებს ხელთ აქვთ წამყვანი ამერიკელი ტოქსიკოლოგის უთხარი დასკვნა, ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე საუბარი უფრო მარტივი და არგუმენტირებულია. თუ აქამდე მედიკოსები ამბობდნენ, რომ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა უცნობი გარე, ანუ ეგზოგენური ფაქტორით იყო გამოწვეული, ახლა ამ მსჯელობამ კონკრეტული ფორმა მიიღო. ეგზოგენური ფაქტორები კიდევ სხვა სიმპტომატიკასთან ერთად, როგორიც არის ეს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომატიკა, რომელიც სახეზე გვაქვს, დაუდგენელი ცხელება, კუნთების განლევა, ტკივილი, სახსრების, ძვლების, სხვა მხრივ ორგანოების, ესე ვთქვათ, ძვალსახსროვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები, გახშირებული შარდვა და კიდევ სხვა ეს ზოგადი სისუსტე გამოხატული, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებაც შეიძლება გამომჩეს კიდევაც იმდენი სიმპტომი და სიმპტომო კომპლექსია, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ასე ვთქვათ ეგზოგენური ფაქტორი შესაძლებელია დიდი ალბათობით იყოს ინტოქსიკაცია. მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციამ ყველაზე ძლიერი დარტყმა ნერვულ სისტემაზე მიიტანა. მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე ყველა ექსპერტი, რომელმაც პაციენტის სააკაშვილი მოინახულა, აღნიშნა, ნევროლოგიური სტატუსის ცვლილება პროგრესირებს და შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. თვეების შემდეგ 2 დღის წინ, 22 დეკემბერს, სასამართლოს ხდომაზე ჩვენების მისაცემად ამერიკიდან ჩამოსულმა პროფესორმა დევიდ გოლდსმიტმა უმძიმესი დიაგნოზი დაადასტურა. სწრაფად პროგრესირებადი შეძენილი დემენცია. მდგომარეობა, რომელიც პაციენტის ნერვულ უჯრედებს ყოველდღიურად ანადგურებს. დემენცია რაც გულისხმობს, ეს არის ენცეფალოპათია იგივე და თავის ტვინში ნეირონების მკვდობა. ასევე ნეიროპლასტიურობის დეფიციტი, ხო? მწვავედ პროგრესირებადი ფორმაა და მხოლოდ დემენციის არა. ბევრი სხვადასხვა დაავადების შესაბამისად უკვე შეუქცევადი პრობლემები, როდესაც წავა, პაციენტი ნორმალური ადამიანი ვეღარ იქნება. ვიზუალური მასალის ანალიზისთვის ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტს მივმართეთ. მიზანმიმართულად შევარჩიეთ მხოლოდ ის მედიკოსები, რომლებიც სააკაშვილის ავადმყოფობის მდგომარეობას ღია საინფორმაციო წყაროებიდან იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექიმი ამბობს, რომ პაციენტის შეფასება კვლევების გარეშე შეუძლებელია, ასევე ყველა გვიდასტურებს, რომ სასამართლოს ხდომაზე ნანახით შესაძლებელია თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა მძიმე ავადმყოფია. ისი ამოკითხვა შეიძლება ამ მასალიდან. ერთი შეხედვით ნათელია, რომ პაციენტს წონის დრამატული კლება აქვს და განვითარებულია სარკოპენია, კუნთოვანი ქსოვილის პათოლოგიური განლევა. ვიდეო მასალის სხვა ფრაგმენტში შესაძლებელია ამოვიკითხოთ სავარაუდოდ მძიმე ნევროლოგიური ცვლილების ნიშნები, ორომანდიბულარული არტიკულაციები, ხოსტეკის სიმპტომი, პირის ირგვლივი კუნთების და ტუჩის კუნთის პათოლოგიური შეკუმშვები, დისმეტრია, ნათხემის დაზიანების სიმპტომატიკა, რომელიც სავარაუდოდ ენცეფალოპათიის მძიმე გამოვლინებაა. ვიდეოს ერთ ეპიზოდში ვხედავთ კიდევ ერთ სავარაუდო ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სტერეოტიპული მოტორიკა. ყველაფერი ეს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებითაც ადასტურებს, რომ პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. მე დაახლოებით ზაფხულში მაგ ნახი კადრები და მისი მდგომარეობა ადეკვატურად სხვადასხვა არის. მხოლოდ ნევროლოგიურ თვალსაზრისით, ზოგადი თვალსაზრისით. და თქვა ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის სარკოპენია. სარკოპენია ეს არის კუნთის განლევა, რომელიც ალბათ ხდება ადინამიურობის გამო, ან სხვა რამე პრობლემების გამო. რადგან აქამდე პროგრესირება, სავარაუდოდ კიდევ დაპროგრესირდება და მე რისიც მეშინია, ეს არის, რომ არ მივიდეთ იმ ნიშნულამდე, სადაც უკვე პროცესის შეუქცევადობაა. შეუქცევადობა მოსალოდნელია. მომწამლელი ფაქტორები, რომლებიც შეძენილ და პროგრესირება დემენციას იწვევს, სააკაშვილის ორგანიზმში ისევ რჩება. რჩება მანამ, სანამ არ მოხდება დეტოქსიკაცია. რაც უფრო მეტხანს ატარებს ახლა პაციენტი სააკაშვილი კლინიკა ვივამეთში, მით უფრო მოსალოდნელია, რომ მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდება. აბსოლუტურად პროგრესირებადია ეს ყველაფერი, სიტუაცია დღითიდღე გაუარესდება. მე ძალიან არ მინდა ეს ცუდი პროგნოზების კეთება და სულ ესე ლაპარაკი, რომ აი ცუდად იქნება, აი ცუდად იქნება, აი დღეს მოხდება, ხვალ მოხდება, ღმერთმა დაიფაროს. მაგრამ რა ვქნა, ექიმი ვარ და უნდა გითხრათ სიმართლე. ეს
მდგომარეობა გაუარესდება, უკეთესობა არ იქნება, როგორ უნდა მოხდეს უკეთესობა, ხო? ეხლაც აი ყველა წუთი, ყველა წამი ამ ადამიანისთვის არის დაგვიანებული. ოპონენტების მხარე საუბრობს რაღაცა სიკრეტის ცოცხლის საკითხებზე და რატომღაც ყველას გამორჩენილი აქვს ისეთი მძიმე გარემოება, როგორც არის გონებრივი ინვალიდიზაცია ადამიანის. ეს არის, რა თქმა უნდა, არაჰუმანურობის, ასე ვთქვათ, სასტიკი აქტი. რომელიც არც ფაშიზმს უტოლდება და ესეთი რაღაცა დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, ეს არის ფაშიზმი, ეს არის სწორედ წამება და ეს უკვე არაჰუმანური მოყრობაც არ არის. ეს არის წამება, როდესაც ადამიანს შენ პრაქტიკულად აინვალიდებ გონებრივად, ფიზიკურად და იძახი, რომ აი ცოცხალია ჯერ არ მომკვდარა. ის რაც ახლა ათობით მძიმე დიაგნოზის სახით ავადმყოფობის ისტორიაშია აღწერილი, გამიზნული ქმედებაა. პაციენტის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანის, როცა მკურნალობა უშედეგო იქნება. პატიმრობის პირველი დღიდანვე პაციენტი იმყოფებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური წამების ქვეშ. ეს არის დოკუმენტური, ეს არ არის ჩემი სპეკულაცია, ამას არ ჭირდება ავადმყოფობის ისტორიის საკითხვა. ეს არის ობიექტური არსებული ფაქტი. და ის, რომ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური წამება გამოიწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დეგრადირებას და გარკვეული ეტაპის გადალახვის შემდეგ უკვე შეუქცევად დეგრადირებას, სწორედ ესეც საერთაშორისო აღიარებული ჭეშმარიტება და ამას არ სჭირდება არანაირი ობიექტური სამედიცინო მონაცემები. ეს არის დადასტურებული ფაქტი. და ის, რომ ეს მიზანმიმართულად გრძელდებოდა არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით. და შესაბამისად ფსიქოლოგიური წამების საბოლოო მიზანი, რომელსაც სპეცსამსახურები მართავენ, ეს გახლავთ სწორედ ადამიანის მენტალური ფსიქოლოგიური დეგრადირება, მისი, რა თქმა უნდა, დემენციის გამოწვევა ფაქტიურად და შეურაცხადობის და შემდეგ შესაბამისი, რა თქმა უნდა, აქედან შესაბამისი რეაქციები და შესაბამისი გამოვლინებები. უკუთვლის წამზომი პაციენტის სააკაშვილისთვის დიდი ხნის წინ ჩაერთო. რაც მეტი დრო გავა მკურნალობის გარეშე, მით უფრო მეტად იზრდება მძიმე არჩევანის დილემა. პაციენტის სააკაშვილი შესაძლოა გადარჩეს, თუმცა სამუდამოდ მძიმე ავადმყოფად დარჩება. ან გარდაიცვალოს. ორივე გეგმის ავტორები კარგა ხანია ცნობილია. მესამე პრეზიდენტის წამებით ციხეში მოკვდინება არ უნდა დავუშვათ. მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგვალაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, ყოფილი სახალხო დამცველები თუ მოსამართლეები, 130-მდე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათი პოლიტიკური გემოვნებისა თუ წარსული საქმიანობის მიუხედავად მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ერთიანდება. საქართველოსთვის კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა ქართველების ხელით ქვეყნის მომავლისთვის საბედისწერო იქნება. პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად საქართველოს შურისძიების მორევმა არ უნდა ჩაითრიოს წერია განცხადებაში და მოწოდებაა ქართული ხალხის მიმართ, რომ მათ პუტინის პირადი მტრის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილით ციხის საკანში არ უნდა დაუშვან არც ერთ შემთხვევაში. ამ მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი დეპუტატი გუბა სენიკიძეა, რომელიც ახლა ჩვენი სტუმარია. გამარჯობა ბატონო გუბას და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ბატონო გუბას, აი რაც ჩვენ ახლა სიუჟეტიც გადიოდა და რაც ვნახეთ, ხომ რაღაცნაირად ვუყურებთ აი შუა საუკუნეების დრამას, როგორ ვითარდება, როგორ ექცევიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. თქვენ რა სიტყვით საზოგადოება დაუშვებს, რომ მართლაც აი ასე წამებით მოკლან პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში და რასთან გვაქვს საქმე, რას ვუყურებთ ჩვენ და რას ვხედავთ? რა ვიცი, დღევანდელი მონაცემით უშვებს ეს საზოგადოება ამას. ერთხელ დაუშვა, ახლა მეორეჯერ და უფრო მაყურებლის პოზიციაში არის რაღაცა სერიალის მაგვარად მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ მიშას განადგურება ფიზიკური, მორალური და პოლიტიკური ცდელობა. ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკური განადგურება აღმოჩნდა ამ ხელისუფლებისგან. ფიზიკური და მორალური განადგურებას ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს რა. ხო და ჩვენ რა გვესმის ხელისუფლებისგან, რომ თუ მიშას არ მოგვაკვლევიებთ, მაგნაირი ევროპა არ გვინდა. ეს არის მეტი ხო არაფერი. შედეგი მათი პროპაგანდისა რა არის, რომ თუ სააკაშვილს არ დაგვახჩობიებთ და არ მოგვაკვლევიებთ, არ გვინდა ევროპა. ამას ვიჩერებია ჩვენი საზოგადოება. ხო, ეს არის მეტი აფერი არ გამოდის, ახლა აღარ უნდა საკმაოდ პრიმიტიული ხალხია ხელისუფლებაში და საკმაოდ პრიმიტიულ მესიჯებს უშვებენ, ხო? თუ სააკაშვილი გამოვა გარეთ, დაიწყება ომი. ამას ამბობენ, ხო? შეკითხვა მაქვს, ვისთან დაიწყება ომი? თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან? თუ რუსეთთან? ესე იგი რუსეთთან ომი არ დაიწყოს, ამიტომ იშა უნდა მოვკლათ. ესე იგი რა? რუსები შეკვეთას ასრულებენ.
კი. აი ბატონო გუბას სწორედ ეს მინდა გკითხოთ რომ რაღაცა სააკაშვილის ხელისუფლება აი როდის გაუშვებს რა მომენტში შეიძლება დადგეს ის მომენტი მათთვის რომ თქვან რომ აი კი ვეთანხმებით ამ ყველაფერს მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს შემდეგ ძალიან გვიან იმიტომ რომ ანუ თუ მაგალითად ყველა ამბობს რომ ღმერთმა დაიფაროს მაგრამ თუ სახლში გარდაიცვლება ეს ნიშნავს მაინც რომ პრეზიდენტ სააკაშვილი მაინც მოკლეს და ჩვენ ეს ყველაფერი დავუშვით ამ ვითარებაში თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ გავუყოთ ორად რა ერთი საგარეო ფაქტორები და მეორე საშინაო საგარეო ფაქტორებს რაც შეეხება მიმდინარეობს ომი უკრაინაში ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებით მის ლიდერშიპს და მის ბელადს და ღვთაებას ბიძინა ივანიშვილს დღემდე მიაჩნია რომ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს ამიტომ გარეთა ფაქტორებს აი ხედავთ ხო ბოდიში და ფეხებზე კიდიათ რა ყველაფერი აბსოლუტურად ფეხებზე კიდიათ მათ ქვეყნის ორიენტაციაზე უარი თქვეს გაცხადებულ ორიენტაციას 2000 წლის განმავლობაში რაც ფარსმანი ჩავიდა რომში იმიდან დღემდე ხო მეორე ვარიანტი რამ შეიძლება აიძულოს ახლა გარე ფაქტორები ჯერჯერობით არ მოქმედებს მე ერთადერთი რამე ვიცი და მეტი არ ვიცი ახლა სხვანაირად არ წარმოვიდგენ ერთი დიდი აქცია რომელიც არ დაიშლება მანამდე სანამდე მიხეილ სააკაშვილი არ განთავისუფლდა რა ჭირდება ამ აქციას ამ აქციას ჭირდება კოორდინაცია მანამდე და მომზადება სასწრაფოდ კოორდინაციისთვის რა არის საჭირო არ ვიცი რას დავარქმევთ რამდენი წელი ამას ვიძახ მე კიდე გავიმეორე არ ვიცი რას დავარქმევთ ხსნის კომიტეტი ეროვნული კონვენტი საზოგადოებრივი დარბაზი არ ვიცი საქართველოს გადარჩენისთვის რაღაცა ესა ძმობა ერთობა არა აქვს მნიშვნელობა შეხედეთ როგორ მოქმედებთ ახლა ყველა ცალ-ცალკე მოქმედებთ ყველა თანხდება იმაზე რომ გადასარჩენია ყველა ცალ-ცალკე ვიღაცა სადღაც მიტინგს აწყობს ვიღაცა სადღაც პროტესტს გამოხატავს დეპუტატები შიმშილობენ აბსოლუტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებს აბსოლუტურად განსხვავებული ჯგუფები და ბიძინამ გადასერავად იცის ესა რომ აქიდან აფერი არ 10 წელი ხო აფერი არ გამოვიდა აქიდან ანუ რაღაცა უნდა შევცვალოთ ხო შეცვლა რა არის უნდა გაკეთდეს ეროვნული ხსნის კომიტეტი რომელსაც შეუერთდება და მერე დაემორჩილება ყველა მის გადაწყვეტილებებს მან უნდა მიიღოს სხვა მიმართულებებით უნდა დაიწყოს ბრძოლა უნდა დაიწყოს დელეგაციები უნდა წავიდეს საზღვარგარეთ დელეგაცია უნდა წავიდეს უკრაინაში და აქ უნდა მომზადდეს აქცია და ვინ პარლამენტში რას იზამს რა იქნება გამოსვლა იქნება დარჩენა იქნება პროტესტი იქნება ანუ აქ უნდა მოიხარშოს აქ უნდა შეთანხმდეს თორე აგერ ხედავთ ხო უკრაინაშიც კი რომლის მოქალაქეც არის მიხეილ სააკაშვილი კარგა ხანი ეგონათ რომ ორმაგი მოქალაქეობა ქონდა მიშას ანუ ნამუშევარი იქ არ არის არაფერი კი ნურავის ჩემზე გული ნუ მოუვა რა ასე არ გამოვა არაფერი ერთი იქეთ მეორე აქეთ მესამე იქეთ მეოთხე არ ეთანხმება მეხუთე იძახის მანდ მაგის გვარი როა მე ხელს არ მოვაწერ ასე მე შევგები რომ გაიქცნენ აქედან იქ არჩევდნენ ერთმანეთში კიდე ისა რა ქვია დამფუძნებელი კრების წევრები იქ არჩევდნენ ერთმანეთის შიდა პარტიულ ამბებს ემიგრაციაში ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან ვერც მიხვდნენ რა დაემართათ იგივე გვჭირს ჩვენ საზოგადოებასაც ოპოზიციასაც მედიასაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვებრძვით ბიძინას გააზატებულ მონებს მათ განცხადებებზე ვაკეთებთ იმას განცხადებებს და თვითონ ბიძინაზე არავინ არ ლაპარაკობს რომ ბიძინა ივანიშვილმა რომ უნდა ააგოს პასუხი ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ყველა რაღაცა იმგეს გასცემს ინდულგენციებს მოგშორდეს რა დაგვანებოს თავი და იცხოვროს თავისთვის გარანტიები მივცეთ ივაჭროს და რას გამოივა ერთადერთი ახლა მე რასაც უყურებ ახლა ქართული პოლიტიკური სპექტრიდან უпроსორად ლიდერებიდან პოლიტიკური ლიდერებიდან რაც არ უნდა გაგიკვირდეთ გახარიამ გააკეთა ძალიან აი სწორედ ის პასუხისმგებლობაზე გასაგები რამ თქვა გახარიამ პირველად პოლიტიკურ ლიდერებს გულისხმობ თორე პოლიტიკოსები ბევრი აკეთებს ასეთ განცხადებებს მაგრამ პოლიტიკური ლიდერებიდან ერთადერთი აღმოჩნდა ხო ისაოცრებო გახარიამ რომელმაც თქვა რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი აგებს პასუხს კანონთან დიახ აი ეს მინდა გკითხოთ თქვენ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურად ცდილობს რომ
აი გაექცეს საიან პასუხისმგებლობას ყველანაირად. თქვენს ამბობთ, რომ მეტნაკლებად გამოსდის ხო მას? როგორ ფიქრობთ, აი სამომავლოდ მაინც რომ შევხედოთ აი ამ მომავლის პერსპექტივაში, ის გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა ახლა ვერ გაექცევა, მაგრამ ახალ ისა თუ მიშა მოკდა და ქვეყანა დაიქცა და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაიქცა, ახლა ისტორია როგორ შეაფასებს, ძალიან ცუდად შეაფასებს ბიძინას, უკიდურესად ცუდად. სერგორჯუნიკიძე იქნება მასთან შედარებით რაინდი. მაგრამ მე გეუბნებით რა შეცდომასაც ჩვენ უშვებთ ყველა, აი მეც, შენც, მედიაც, პოლიტიკოსებიც, საზოგადოებაც. სულ რეაგირებას ვაკეთებთ, კობახიძემ ასე თქვა, იმან ასე თქვა, იმან ასე თქვა, იმან. ეს არის ბიძინას ამოცანა, რომ მასზე არ ილაპარაკონ და ამ კობახიძის ნაირებს ამდენსად მესამეჯერ გამოცვალა უკვე. წინა პარლამენტში რომ რუპორები ყავდა, გახსოვს ვინმე, ხო აღარ გახსოვს. ისე იქნებიან ეს თავარია მასზე არ ილაპარაკო და დაუკვირდით ზოგიერთი ოპონენტი დღევანდელი ხელისუფლების ზოგი დავალებით, ზოგი კომპრომატების ქვეშ ყოფნით და ზოგი დაბადებით იდიოტიზმის გამო ბიძინას არ ახსენებენ. ბიძინაზე არ მიდის ლაპარაკი, რომ თავარი დამნაშავე იგივე მიშასთან დაკავშირებით არის ბიძინა ივანიშვილი და თავარი დამნაშავე რომ საქართველოს ევროპულ εμას რა ქვია სამყაროს და ოიკუმენეს წდება არის ბიძინა ივანიშვილი დამნაშავე. კობახიძე არ არის ამაში დამნაშავე. არ წყვიტავს კობახიძე არაფერს, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს არის ხვალე არ იქნება, არ გახსოვთ როგორ მოაშთო ეს მაშინ, როგორ გააგდო. მაშინ შეცვალა კი. ისევე გააგდებენ კიდე. აი ბიძინას არ უნდა შეახო. არ უნდა შეეხო. მე სხვათა შორის როცა მის კრიტიკას გადავედი, შევომითვალა, რომ მეო ნუმაგინებს კაცო, ვისაც უნდა იმას აგინოსო. და ეს შენათვლელი ყველასთან ექნება. ბიძინას არ ახსენებს არავინ, რა დროის კობახიძეა, ვინაა კობახიძე საერთოდ. ერთი კაცია დამნაშავე. და სახელი და გვარი მისი არის ბიძინა ივანიშვილი. და ისევ იმეორე პოლიტიკური სპექტრიდან, ლიდერებიდან, პარტიის თავმჯდომარეებიდან განცხადება ერთადერთი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ბიძინას მოუთხოვ აუცილებლად პასუხს თან სისხლის სამართლის მიხედვით იყო გიორგი გახარია. კი, ნამდვილად გაკეთდა ეს განცხადება, სწორედ ეს ნაწილი მინდა გკითხოთ კიდევ, ანუ აი პასუხისმგებლობის ნაწილი და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილმა ხომ იცის ძალიან კარგად დღეს რასაც აკეთებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. კარგად იცის ისიც რომ რა ტიპის ზიანი მიადგება მას ამ ყველაფრით თუ ფატალურად დამთავრდება. მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ. ანუ ეს ყველაფერი ხომ არ მოდის იქიდან რომ სწორედაც რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებს დღეს და ასრულებს დაკვეთას, ოღონდ ბიძინას თავარი სტრატეგიული შეცდომა, ახლა ზნეობას რო თავი დავარნებოთ და საერთოდ მაგ პოლიტიკური ორგანიზაციის მხარე ზნეობა არ უნდა ვახსენოთ, მაგრამ წმინდა პოლიტიკური შეცდომა მისი არის ის, რომ დღემდე გონია რუსეთი მოიგებს ომს. აი ეს არის ბიძინა. ნუ რის გამოშვება ამას? გაუნათლებლობის, უწიგნურობის, უცოდინრობის ბრალია ეს ახლა პოლიტიკაში ბიძინა კი არა, 2-3 კაცი ერკვევა საქართველოს ზოგადად, რასაც პოლიტიკა ქვია, ხო? ესე ჩვენი დარეხარისი, აი ეს დონე რო დაუგდო ქვეყანას, თავარი შეცდომა მისი არის ეს, რომ გონია რუსეთი მოიგებს, ამ ფრენს მაინც დაამთავრებს, პუტინი დარჩება. დაუფასდება, ისე ვიმეორებ, რო ამბობს პროპაგანდა სახელმწიფო რომ ბიშას თუ გაუშვებთ ომი დაიწყება, ამისი მანიშნებელია პირდაპირ ამბობს ეს ხალხი რომ პუტინის დავალებით ყავს ჩასმული ეს კაცი ციხეში და ვკლავთ. მიხეილ სააკაშვილსაც ვკლავთ და აქედან გამომდინარე ვკლავთ საქართველოს ევროპულ და დასავლურ რემას, რა ქვია, პერსპექტივას. ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებენ ამას. კიდე მიჩერებული ვართ ამ სალომეზე. არაფრის გამკეთებელი არ არის ეს ხალხი. არ არის, იმიტომ რომ არის კომპრომატები, ბიძინა მართავს, მართვის ახალი სტილი, მართავს კომპრომატებით. საქართველო არის პატარა რუსეთი, ჯუჯა რუსეთია. ბიძინა არის ზუსტად ისეთივე საშინაო პოლიტიკას ატარებს, როგორცაც ატარებს პუტინი რუსეთში და ისეთივე მომხრეები ყავს. ბირთული ამორჩეველი. როგორც იმას აყავს რუსეთში, რომ უკრაინა ამოვწყვიტოთ, მოუსპოთ, გავანადგუროთ, კიევი ავიღოთ, პეჩორის ლავრაში ჩვენი მღვდლები დავაბრუნოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აკაც მისი ამორჩეველი და მისი მომხრე. მოუკლათ მიშა. კი, ბოლო დღების განმავლობაში მოუკლათ მიშა, ზელენსკი მაიმუნია, მასხარაა.
რა უქნა უკრაინას? პრეტენზია რასთან დაკავშირებით აქვს ზელენსკისთან, რომ წინააღმდეგობას უწევს? რას უჩივის რუსული პროპაგანდა და ქართული პროპაგანდა ვლადიმერ ზელენსკის? წინააღმდეგობა როგორ გაწია? გიჟია, დაინგრა უკრაინა. დაწოლილი იყო. ნებენზია გამოვიდა რუსეთის წარმომადგენელი, გაეროში პირდაპირ თქვა, რომ დაგვნებებოდა უკრაინული არმია და იარაღი დაეყარავ, ახლა მშვიდობა იქნებოდა. კი ვერ შეედავები. მშვიდობა რა არის, რის ფასად არის? მშვიდობა სასაფლაოზე როა, ისეთ მშვიდობას ვერ იხილავს ვერავინ. მოწესრიგებული, გაკრიალებული ყველაფერი. ამაშია საქმე. რომ პირდაპირ გვეუბნება და აღარც მალავენ ხო უკვე რა, რუსული ხელი მოდი მომერიე თუ მაგარი ხარ. გეუნებიან ძმაო, მიშაზე ჯავრო და გამოდი ქუჩაში ერთ დამენახე რამდენი ხარ. და იმის გამო, ამის გამო, იწილო-ბიწილოს გამო ვიღაცაზე მომდურებულია, ვიღაცას არ ელაპარაკება, ვიღაცის დაძირვაზეა გადასული, ვიღაცას არ უხარია, ვიღაცა კომპრომატის ქვეშ არის, ვიღაცა შეკრულია, ვიღაცა იდიოტია. ნაძირალები, იდიოტები, იდიოტი ნაძირალები. მადანია კუვეითს ნავთობი აქვს, ჩვენ ეგა გვაქვს, მოღალატეების საბადო. და მიდის კლავენ ამ კაცს და კლავენ საქართველოს იმას, რა ქვია, ევროპულ იმას. მომავალს, დასავლურს. კი, აი ამ სწორედ დასავლურ მომავალზე და ევროპულ მომავალზე მინდა გკითხოთ, რომ აი ქართული ოცნება თქვენც თქვით, რომ აი პირდაპირ გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილს მოკლავ და ამის შემდეგ მინდა მე სწორედაც რომ ევროპა ხომ დაახლოებით ეს არის. მე ამაზე მინდა გკითხოთ, რომ აი ამ ყველაფერს გადააყოლებს დღეს აი ევროპა ჩვენ ასე გვიყენებს, ხომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთ, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთ და მე კი ბატონო სტატუსსაც მიიღებთ და ვისაუბრობთ გაწევრიანებაზე და ასე შემდეგ. ამ ვითარებაში ქართული ოცნება რა სიზამს რომ შევაჯამოთ გუგლს რას გადადგამს ამ ნაბის რომ აი ამ ირაციონალურ ზისხს გადააყოლებს რასაც ხედავთ რა დასავლეთსაც და მთელ მსოფლიოსაც ეუნება მე ვარ საქართველოში სტაბილურობის გარანტორი ბიძინა ამას შვება ამის ექსპორტირებას ახდენს მე ვარ აქ რომ სტაბილური სიტუაცია მოგწონვართ არ მოგწონვართ ეს ჩემი პრობლემა არ არის მაგრამ აქ არავინ ქუჩაში არ გამოდის არავინ ყოფილებას არ გამოდის რაღაცა მცირე ნაწილი არის ოპოზიციურად განწყობილი უმეტესწილად სააკაშვილის ყოფილი მომხრები არადა მთელი მისი მთავრობა სააკაშვილთან ნამუშევარი ხალხით ახლავს დაკომპლექტებული და თვითონაც იქ იყო 7 ნოემბერს სად იყო ბიძინა სად იყო რომელ მხარეზე იყო ხო ამას ეუნება დასავლეთს რომ აი მე დამელაპარაკეთ რა გინდათ ისა რა ქვია ენერგომატარებლების გატარება აგერ მე შემითანხმდით სხვანაირად არ გამო მაგრამ მისი პრობლემა ამაშია რომ მან ვერ გაიგო რომ 24 თებერვლის მერე გამოიცვალა სამყარო ის შეგუებლობა დასავლეთის მხრიდან ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან როცა სიტუაცია ქმნიდა გმირებს სიტუაცია ქმნიდა პერსონებს რაც იყო მდინარევა ნდორეთ მიდიოდა ყველაფერი მაგრამ ომის ახლავს ეს სიტუაცია კი აღარ აქმნის გმირები ქმნიან უკვე სიტუაციას ეს რო გამოიცვალა ბიძინა მარიცის და არავითარ შემთხვევაში დასავლეთთან ღმერთმა დაიფაროს მიშაც ჩვენც და მიშას ოჯახიც და ახლობლებს და ქვეყანაც მისი სიკვდილის გამო მიშას სიკვდილის შემდეგ საქართველოს დაუკეტევან კარებს გასაღებდა იმ გასაღებს გადააგდებენ იმიტომ ჩვენაირ ბოგანო ქვეყნები აი აგერ აყავთ ის უნგრეთი იქა იმის გაგდებას აპირებენ საერთოდ თავისი ვიდა რა ქვია კოლექტივიდან თუ გუნდიდან თუ კრებულიდან რაც არის და ახლა უნგრეთზე უარესის მიღება ვის უნდა თან ვინ ვიღაცა ბოგანო წერაკითხვის უწოდინარი ფული აქვს ნაშოვნი არც იმდენი რომ დასავლეთი განკვირდეს ახლა და აღმოსავლეთი განკვირდეს და რა 4-5 მილიარდი აქვს კაც რუსეთში ნანახი და მართავს ქვეყანას რომელიც 30 წლის განმავლობაში იბძვის დამოუკიდებლობისთვის რომელიც 2000 წლის განმავლობაში ფარსმან მეორიდან მოყოლებული დღემდე ილიას და მერაბის და ზვიადის ჩათვლით და თუნდაც მიშას ჩათვლით დასავლეთისკენ იყო ორიენტირებული და მუდმივი მცდელობა ჩვენი ისტორია არის რომ იქნებ გავარღვიო და აგერ გარღვევა კი არა ფანჯარაც არ არის ღია კარიბჭია ღია საერთოდ ჩვენთვის და არ გვინდა რატო ნიშა უნდა მოვკლავთ მისი ამორჩეველი აფრით არ განსხვავდება ბიძინასგან
მოგვაკვლევიეთ რა მიშა რა ძალიან მძიმეა ეს არის რეალობა და აქეთ ამხარეს რა არის ყველა თავისას უბერავს ყველა თავისას უბერავს ერთი ადგილი არ არის თუნდაც საიდუმლო თუნდაც სადაც ოპოზიცია შეიკრიბა დაждდება და რაღაცას დაგეგმოს კარგით, ბატონო გუბას, გასაგებია თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დეპუტატი ოპოზიციიდან იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამა, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ იმ მთავარ პრობლემაზე, რომელიც ყველას აწუხებს დღეს თბილისში. ეს არის საცობები. სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში.